ოქტომბერი და ფინანსები. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? ყველას მოგიგითხავთ ძალიან დიდი სიყვარულით. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ არხი, რათა არ დავგარგოთ ერთმანეთი და არ გამოვტოვოთ ჩვენთვის საინტერესო ურთიერთობები. ახლა კი გიზიარებთ ოქტომბრისთვის ფინანსურ ტენდენციებს, ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. რა გელოდებათ ფინანსებში ოქტომბრის თვეში? ესეთი ორი ვარიანტი არის თქვენს წინაშე, დააპაუზეთ ეკრანი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ოქტომბრის თვის ფინანსები. პირველი ვარიანტი, ვნახოთ რა გელოდებათ ოქტომბრისთვის ფინანსებში. ხმლების პაში. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ გავასესხოთ ფული, არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ არავის საშუალება, რომ ჩვენით იმანიპულიროს ჩვენი ფინანსებით, ჩვენი რესურსით, ჩვენი ენერგიით. ეს უფრო მეტად გაფრთხილება არის, რომ იყავით ფრთხილად თქვენს ფინანსებზე ვიღაცას თვალი აქვს და უნდა რომ თქვენი ფინანსური ნამცხრიდან ერთი დიდი ნაჭერი მოიტაცოს, მოდი ასე ვთქვათ. სხვა შემთხვევაში ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაზარდოთ თქვენი ფინანსური ენერგია და თქვენი ფინანსური რესურსი, კარგი იქნება რაიმე დამატებითი სწავლება, ახალი პროფესიის ათვისება, ვთქვათ რაიმე კურსები, ინფორმაცია, ყველაფერი, რაც თქვენთვის საინტერესოა და კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს ფინანსურ ენერგიას, მაგრამ ჯერ პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მისცეთ ყველაფერს ჯერ სწავლის ფორმას. სწავლა კი, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ხდება თქვენთვის ფინანსური ენერგია. ხო? რასაც ისწავლით. მეორე ვარიანტი თქვენთან როგორი იქნება ფინანსები. არკანის სიკვდილი, ეს არის ცვლილებები სამწუხაროდ ფინანსური. რთული პერიოდი, რომელიც უნდა გადაილახოს ოქტომბრის თვეში, შესაძლოა გარკვეული ფინანსური დანაკარგიც იყოს, ვთქვათ, გასავალი ისეთი, როგორსაც არ ელოდებოდით, ან პირიქით ელოდებოდით, მაგრამ სხვა გზა არ არის, ხო? ასევე ცვლილებები, შესაძლოა სამსახურის შეცვლა, ძველი სივრციდან წამოსვლა, გარკვეული ცვლილებები ფინანსურ ნაწილში, რაც შესაძლებელია ერთის მხრივ მაინც და მაინც სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ასეთი ცვლილებების დროს უნდა იყოთ შეძლების დაგვარად მშვიდად, იმიტომ რომ ყოველთვის ადგილი თავისუფლდება რაღაც უფრო უკეთესისთვის და რაღაც უფრო კარგისათვის. გისურვებთ წარმატებებს და სულიერ სიმშვიდეს.